LGBT თემის წარმომადგენელი, რომ ამ ფეხბურთელებთან დაკავშირებით რაც გააკეთეს, რა სისულელე სიფრიფეა. ნელ-ნელა თავის გამომრჩეველიც გამოეცლება, ხო? ის აკეთებს, რომ განსხვავებას, რომ თქვენ კი მოიგეთო, მაგრამ სამაგიეროდ საქართველოს დამარცხდაო. ანუ ეხლა ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს, თქვა, გახარია რაღაცა, ხო ნორმალური ადამიანი ხო ხარ, ანუ ამაზე ხო უნდა გქონდეს რეაქცია. ანუ მნიშვნელობა არ აქვს. თავარია ხელისუფლების და ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთონ და ანუ ის მართალია თუ არ არის, ხო და ქვეყნის რეაქცია რა, ანუ ეხლა წარმოიდგინე შენ რომ LGBT თემის წარმომადგენლის ნაოცნებარი გამარჯვებული საქართველოს როგორია და იმას რომ ხარს უჭერ, ხო, აი გაჩუმებული ხარ და ხარს უჭერ, ხო ასე არა, ხო ეთანხმები არა, ხო შეიძლება ვიღაცა ხარს კი არ უჭერ, ზურგით შექცევით დავდგეთო კაცს, ძალიან ესეთმა ის ანუ იმის განცხადება რომ იმას უნდა თავის თვითონ რომ უნდა ისეთი საქართველოს უნდა და შენ ამას ირიბათაც და პირდაპირაც ხარს უჭერ, ხო შეიძლება რაღაცა ფორმით ვიღაცის რაღაც არასწორი ქმედება არასწორი საქციელი თანაშაულებრივით რაც გინდა დაარქვი რაღაც ფორმით გააკრიტიკო და გამოხვიდე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მაგრამ უფლება არ გაქვს შალვა რატომ არ გაქვს უფლება იმიტომ რომ შენი ბედი შენ არ გეკუთვნის როდესაც აგენტი გახდები ვისიც გინდა იყო პოლიციის აგენტი ხარ პროკურატურის ევროპის ამერიკის თუ ჩინეთის აგენტი ხარ დამთავრებულია ანუ შენი ბედი რაღაცნაირად არის დამოკიდებული რაღაცნაირად არ აქვს იმაზეა დამოკიდებული რასაც უნდა იმას გაგიკეთებ აქ ხელს კომპრომატი უჭირავს რა თქმა უნდა ისეთი კომპრომატი უჭირავს რომელიც დაგღუპავს როცა უნდა გამოიყენებს ამ კომპრომატს და იქაც აღარ დაგედგომება სადაც ხარ ამიტომ ახლა რასაც ეთქვიან ამათ ის უნდა აკეთონ უბედურება ხალხო ეს არის უბედურება როგორ შეიძლება ქვეყანაში ოპოზიციად იწოდებოდეს რაღაცა კასტა კატეგორია ამას კონდეს 800,000-იანი მხარდაჭერა 3 მილიონი ნახევრიან ქვეყანაში და ქონდა კაცო ცოტა ხნის წინ და ამას ყველა მიცოდეს რომ ესენი არიან აგენტები ფულით ნაყიდი და მათი ძაფები სხვა ქვეყნებში სხვადასხვა სამსახურებს უჭირავს ხელში რასაც უნდა იმას უზავენ და როცა უნდა ანუ შენ რომ ფიქრობ რომ ამას ხმას მივცემ და ხელისუფლებაში მოვიყვან აი ხელისუფლებაში რომ მოიყვან იმ ძაფებს მაშინ მიწევენ და მაშინ მოწევენ მაშინ მოატეხინებენ კისერს ამ შენს ქვეყანასაც და ხალხსაც